კუბდარი. რესტორანი 3 საუკუნე წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთ სახელგანთქმულ და პოპულარულ კერძს, რომლის სახელწოდებაა კუბდარი. კუბდარის მომზადების წესს წარმოადგენს რესტორნის შეფ-მზარეული ნათელა ელიავა. კუბდარის მომზადებისთვის საჭიროა მაგარი ცომი 300 გრამი, ცოტა ამოყვანილი, ნაკლებ ცხიმიანი ხბოს რბილი ხორცი 250 გრამი, ხახვი 100 გრამი, წიწაკა 5 გრამი, სვანური მარილი 15 გრამი, ძირა 1 წკირი. რა გვჭირდება კუბდარის მოსამზადებლად? ხის დაფა, დანა, თუნუქის ტაფა, კოვზი, ცომის საგლინბელა, სამზარეულო სტილო. მომზადების წესი: დავჭრათ ხორცი ძალიან წვრილ კუბიკებად. დავჭრათ ხახვი წვრილად. ხორცს შევურიოთ დაჭრილი ხახვი, სვანური მარილი და ძირა, წიწაკა და მარილი გემოვნებით. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ. ხის დაფაზე მოვაყაროთ ფქვილი და ცომი გავაბრტყელოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომში. მოვუკრათ ცომს თავი და გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის შუაგული გავხსნათ. ეს ხდება იმისთვის, რომ ცხობის მომენტში ცომი არ გაიბეროს და არ გასკდეს. მოვათავსოთ თუნუქის ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში. გამომცხვარი კუბდარი დავჭრათ და ცხლად მივიტანოთ სუფრაზე.